ფრანც ალექსანდერს გაქვს ესეთი მაგალითი მოყვანილი, რომ მასთან მოვიდა 40 წლის მამაკაცი, რომელსაც ჰქონდა სპაზმი ყვირილის დროს. როდესაც ესმოდა ვინმეს ყვირილი, მას უნდებოდა ტუალეტში გარბოდა და ვერ იკავებდა შარდს. და ამის გამო ძალიან შეწუხდა, იმიტომ რომ ვერაფრით ვერ მიხვდა, რაში იყო საქმე. მივიდა ფსიქოთერაპიაზე და აღმოჩნდა, ამოტივტივდა თერაპიის დროს, რომ 5 წლის ასაკში ერთხელ მამამისე დაუყვირა, რომ მას ჩაიფსა, გაეპარა და ამის მერე ყოველი ყვირილის დროს ის ხდებოდა 5 წლის ბავშვი და თითქოს ორ სხეულს ახსოვს და იგივე სიმეორებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი მეხსიერება, მაგრამ სხეულს აქვს კიდე თავისი მეხსიერება. და შესაბამისად ჩვენი სხეული გვისიგნალებს რაღაც დროს, გვაძლევს მინიშნებას სხვადასხვა სიტუაციებში. და ხშირ შემთხვევაში ტრავმები დაავადებებად გვევლინება ჩვენ. ანუ იმას, რასაც ფსიქიკა ვერ გადაამუშავებს, იმას, რასაც ადამიანი ვერ მოახერხებს, იუტილიზაცია უქნას ემოციებს, სახელი დაარქვეს შინაარსებს, ის გაიტყორცნება სხეულში, აუცილებლად სხეულში და სხვადასხვა სიმპტომების და დაავადებების სახით მოვა.